შავი ზღვის სანაპირო ზოლზე მუშაობისას შევეცადეთ ის ფაქტორები გაგვეთვალისწინებინა და მოგვეძებნა, რაც საერთაშორისო სტანდარტებით არის აღიარებული. მოხერხებული მისასვლელი ზღვამდე, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და სასტუმროების ბაზა, ხელმისაწვდომი კვება, ჯანსაღი, გარემო და კლიმატი. სარფი ეს არის ადგილი, სადაც საბანაოდ სპეციალურად მიდიან. ხშირად ბათუმში დასასვენებლად ჩასული ტურისტები საცურაოდ და გასარუჯად სარფში ადიან. თელ დღეს აქ ატარებენ და მერე უკან ბრუნდებიან. სუფთა წყალი სარფის სანაპიროს უპირატესობაა. საქართველოს ძალიან მოგწონს. ზღვაც და სანაპიროც. ქვები უფრო პატარაა ვიდრე ჩვენთან. აქ დასვენება უფრო იაფიჯდება. მთელ სანაპიროზე ჰოსტელები, შეგიძლია ჩამოხვიდე და დაჯავშნის გარეშე იპოვო საცხოვრებელი ადგილი. სარფი არის ადგილი, სადაც შავი ზღვისპირეთში ერთ-ერთი ყველაზე უფრო სუფთა წყალია ჩემი დაკვირვებით, მაგრამ აქ არის საზღვარი და ეს ყველაფერში იგრძნობა, არის სანაპირო პირდაპირ ტრასის პირას და ეს მე რო აქ ვისვენებდე დისკომფორტს შემიქმნიდა. კვარიათი ეს ადგილი ბოლო 15 წელია პოპულარულია. ტერიტორიის უმეტესი ნაწილი მთებს და ხეობებს უჭირავს. არ არის დიდი სასტუმროები, დასასვენებელი ადგილების უმეტესობა პატარა კერძო სახლებია. ჯანსაღი გარემო და ნაკლებად ტენიანი კლიმატი კვარიათის ერთ-ერთი დადებითი მხარეა. კვარიათში მოწონთ ურთიერთობა, მეგობრობა და რაც არ უნდა იყოს ცუდი ამინდი, ყოველთვის უნდა ვიყოთ როგორები იცი? კლიენტი არ უნდა იყოს ის ჩვენთვის. ჩვენთვის ის არის სტუმარი, როგორც სახლში მოდის სტუმარი, ის უნდა მივიღოთ. ეს ესეთი პრინციპით დავიწყეთ თავიდან და გრძელდება დღემდე. როგორ ვარ იცი ყოველ სეზონზე, აი თამაშით ვიწყებ ყველაფრის გაკეთებას, ამას იქ გავაკეთებ, ამას ის მივაბამ რაღაცა და ვიცი რომ აუცილებლად მოვლენ ჩვენი ნაცნობები და რაღაცა შევხვდებით და მელოდებიან და თავისთავად ხდება ეს ყველაფერი. აქაურობას ძველ კვარიათს ეძახიან. ყურეა და მდინარე ჩამოდის და შედარებით ნაკლებად დასახლებული ტერიტორია. გაჩნია როგორ დასვენებას ირჩევ. თუ კიდე მოწყდა ქალაქის გარემოს და ბეტონის შენობებს, მაშინ კვარიათში უნდა ჩამოხვიდე. პირადად მე ეს ადგილი ძალიან მომწონს. გონიო კვარიათი თითქმის ერთი ტერიტორიაა, თუმცა გონიოს ინფრასტრუქტურა განსხვავდება კვარიათისგან. აქ მეტი ფეშენებელური სასტუმრო და გასართობი ადგილებია. დამსვენებელიც უფრო მეტია და სანაპიროც უფრო მოწყობილი. მოვიარეთ საკმაოდ დიდი ნაწილი სანაპირო ზოლის, ვეძებდით როგორ იყო მოწყობილი და გამართული ეს სანაპირო. აღმოჩნდა რომ საშხაპეები არ არის, აი გონიოში ერთი საშხაპე ვიპოვეთ მარტო. ასევე არ არის ნაგვისურნები და ესეც აქ არის. ეთყობას უნავენ ამ ტერიტორიაზე, ოღონდ ზოგადად საშხაპეები სანაპირო ზოლზე არ არის. თუმცა დამსვენებლის უმეტესი ნაწილი არჩევანს საოჯახო დასასვენებელ სახლებზე აკეთებს. ფასებით სეზონის მიხედვით მერყეობს. ახლა ივლისში საშუალოდ ერთი ადამიანის ასეთ სახლში გაჩერება 20-25 ლარი ღირს. მე არა მაქვს ვარსკვლავებზე პრეტენზია. შემიძლია შეუქმნა ყველანაირ დამსვენებელს პირობები. დამსვენებელი არ ისვენებს ერთ ოთახში. ისვენებს მთელ სახლში. ასე ჩემთან ესეა. ბათუმი საპორტო ქალაქი, რომელსაც დამსვენებელი თითქმის მთელი წლის მანძილზე ყავს, თუმცა ზაფხული აქაც გამორჩეულია. ყველაზე მეტი ტურისტი და ადგილობრივი დამსვენებელი სწორედ ბათუმშია. აი აქ არის ხოლმე 5-6-7 მწკრივი შეზლონგების და საკმაოდ რთული ხდება ზღვამდე მისვლა, როცა აქტიური ზაფხულის სეზონია. ეხლა შედარებით ნაკლები ხალხია ბათუმშიც კი. წლებია ბათუმში მშენებლობა მიმდინარეობს, ქალაქი იზრდება და მრავლდება ბრენდული სასტუმროების რიცხვიც. ერთი თვის წინ ჰილტონი გაიხსნა, მანამდე შერატონი და რედისონი, მალე მათ კემპინსკიც დაემატება. ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, ვინ არის მსგავსი სასტუმროების მომხმარებელი. უფრო მეტი სტუმარი ჩამოდის ზაფხულში ხოლმე და პლუს რა თქმა უნდა არა მარტო უცხოელები და ახლო საზღვარგარეთი, არამედ თბილისიდან ძალიან ბევრი ჩამოდის, მით უმეტეს ახლა უკვე სასტუმრო დაჯავშნილია და არის სავსე და ველოდები ძალიან ბევრ სტუმარს. ქართველები ძალიან ბევრი ჩამოდიან ბიზნეს მოლაპარაკებებზე და ასე შემდეგ, მაგრამ ძირითადი დარტვით რა თქმა უნდა უცხოელები არიან. ქობულეთი საბჭოთა პერიოდიდან ერთ-ერთი ყველაზე ძველი საკურორტო ზონაა. ქობულეთის უპირატესობა შედარებით დაბალი ფასებია. აქაურობას საკუთარი რეგულარული დამსვენებელი ყავს. ეს არის როგორც საოჯახო დასასვენებელი, ასევე სპორტული გუნდებისთვის ტრენინგების ჩასატარებელი სივრცე. მაგიტომ არის კარგი ქობულეთში ჩამოსვლა, რომ ყველანაირად ფასები არის მისაღები, რომ კარგად დაისვენო
რამოდენიმე კვირის განმავლობაში და არა გამოიქცე და 1-2 დღე გაჩერდი აქ იმის გამო, რომ რაღაც შეღავათი გააკეთა. პირადი დაკვირვებით ქობულეთის შავი ზღვის სანაპიროზე ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ადგილია, სადაც გვიან ღამემდე ისმის მუსიკა. დისკომფორტს მანქანების გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობაც ქმნის. აჭარა ივლისიდან მზად არის მიიღოს დამსვენებელი, თუმცა ერთადერთი, რაც აქტიური სეზონის დაწყებას ხელს უშლის, არასტაბილური ამინდია.